კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. ურეკში კულტურის სახლში ჩატარდა კონფერენცია თემაზე საქართველოს კულტურის სტრატეგია, ადამიანები, პროცესები და პრიორიტეტები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე გურიის მხარეში სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. კონფერენციაში გურიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე საინიციატივო ჯგუფებისა და კულტურის სფეროში დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოების არის გადამწყვეტი ამ პროცესში, იმიტომ რომ ის დოკუმენტები, რომლებიც უნდა მივიღოთ, უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და ყველასთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ისევე როგორც ყველა შეხვედრების დროს ჩვენ ძალიან ღია გულწრფელი საუბარი გვექნება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც რეგიონში საზოგადოებას აწუხებს. ეს იქნება საფუძველი და გარანტი იმისა, რომ სწორედ ადამიანების ჩართულობით აი პროცესებიდან გამომდინარე, საიდანაც ადამიანები ირჩევენ პრიორიტეტებს, ზოგადად რა უნდა მოხდეს კულტურის სფეროში და შეიქმნება ერთი მყარი დოკუმენტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით.